სტუმარი იქნება რომან გოცირიძე და მასთან ერთ მობრძანით ვადნო რომან მასთან ერთად გავივლით შეიძლება ითქვას კვირის ყველაზე სკანდალურ ამბავს რომელიც ალბათ წლის სკანდალური ამბავიც არის ფულის გათეთრების ნაწილში ბატონი რომანი მოგვეხმარება იმის ანალიზში მე ვადევნებ თვალყურს თქვენ გვერდ სოციალურ ქსელში ბატონო რომან და თქვენ ამბობთ რომ რაც დრო გადის მეტი კითხვა გიჩნდებათ აქამდე რა ვიცით ხო რომ ერთმა კაცმა ერთი ჯიხურით 700 მილიონამდე დოლარი 15 მილიონი ევრო და იქ რუბლებიც იყო კიდე დასახელებული. ეს ყველაფერი რუსული ფული შემოვიდა აქ, მე ამან გაადოლარ, ევრო, ვალუტაში გადაახურდა მოკლედ ევროსა და დოლარში და შემდგომ ეს ფული დარჩა ქართულ ეკონომიკაში თუ გავიდა საზღვრებს გარეთ, ეს ვიცით? მოგესალმებით. მართლაც თავიდან როცა ეს ინფორმაცია გავრცელდა ძალიან ბევრი რამ იყო არასწორად მიწოდებული, ეშმაკურად მიწოდებული და ჩანდა რომ ეს ასე თქვათ ლეგენდა გასკდებოდა 24 საათში. ვინაიდან აღკვეთის ღონისძიების საკითხი როგორც კი დადგებოდა სასამართლოში, იქ რაღაცას იტყოდა ამ ჯიხურის მეპატრონე, რომელიც თურმე 700 მილიონ დოლარს კონვერტირებს ორ წელიწადში, როდესაც 6 მილიარდი დოლარი იყო ბოლო კვლევა 2001 ლარი, ანუ 2 მილიარდი დოლარის დაკონვერტირებას ახდენდა 720 ვალუტის გადამცდელი პუნქტი საქართველოში. და თუ ამას ორჯერ გავამრავლებთ, მაშინდე რაც რუსეთის აგრესიას მოყვა საქართველოში ბევრი რუსეთის მოქალაქის შემოსვლა და პირობითად თუ გავამრავლებთ ამას ორჯერ 12 მილიარდი ლარი არის 4 მილიარდი დოლარი, ანუ 700 პუნქტი 4 მილიარდს აკონვერტირებს რუსულ რუბლს და ეს ერთი საწყალი ჯიხური თურმე 700 მილიონს 53 მილიარდ რუსულ რუბლს. და როდესაც სასამართლო პროცესი დაიწყო, გაგვირგვებული იყო ეს კაცი და უკვე მივხვდით, უკვე რა ხდება. ადვოკატმა თქვა, რა გინდათ ამ ადამიანთან? 1 წლის წინ მიხვედით ამამდე, ანუ საქმე, ანუ 1 წელი რა არის? ოქტომბერი 2024 წელი. სამდაში 2 წლის განმავლობაში არ ხდება. უფრო ნაკლები. საქმე აღძრულია უფრო ადრე. ანუ რუსული ფული შემოვიდა 2022 წლის სექტემბერში, როდესაც მობილიზაცია გამოცხადდა, მართლაც 100,000 რუსეთის მოქალაქე და 20,000 უკრაინისა და ბელორუსის მოქალაქე შემოვიდა და მართლა დიდი ფული შემოყვა ამას, მაგრამ სექტემბრიდან 2024 წლის სექტემბრამდე გავიდა 2 წელი, საქმე ყოფილა უფრო ადრე აღძრული. უფრო მეტი, ჩემ ასე ვთქვათ, კლიენტმა ითანამშრომლა თქვენთან. ანუ ჩაუშვა ყველა ასე ვთქვათ, ხეშად რა ვთქვათ, ვის უკონვერტირებდა, რატომ უკონვერტირებდა, ის აზერბაიჯანელს შემოქონდა, ვერ გავიგეთ აზერბაიჯანელი ვინ არის მძღოლია, მძღოლს არ ანდობდნენ ამოდენ. გვარი ვიცით მარტო რომ ჰუსეინოვი რომ არის და ქვეყანა რომ გვინავს და მსოფლიო დონის სკანდალმა რომ აიწია 700 მილიონი დოლარი ამერიკაში რომ გაათეთრონ იქაც დიდი ფულია. იქაც იქნება CNN-ისა და Fox News-ის და ამერიკის კი არა მსოფლიო საინფორმაციო საშუალებების ერთ-ერთი მთავარი თემა. აზერბაიჯანში წარმოდგენა არა აქვთ. ერთი სტატია არაა დაწერილი, არა და რა თქმა უნდა ეს რუსული ფულია და აზერბაიჯანი ტრანზიტია, მაგრამ მის მოქალაქეს ედავება საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც გადალახა აზერბაიჯანის საბაჟო ასე ვთქვათ სისტემა. მოატყუა ისინი მე საქართველოს და ამას აკეთებდა რეგულარულად 2 წლის განმავლობაში და ჩაკეტილი საზღვრის პირსახმელეთ თუ ჩაკეტილი საზღვრის პირობებში, სადაც მხოლოდ დადიან სატვირთო ავტომობილები. ეს კაცი დაჭერილია, მძღოლი დაკავებულია, უფრო მეტიც და რას ამბობს ახლა სასამართლო იქნება კომიკური იქნება და რას ამბობს უკვე ამ ჯიხურის მეპატრონის ადვოკატი და თვითონაც ილაპარაკებს ჩემთან ყველაფერი გაარკვიესო და დღემდე მუშაობს ეს ჯიხური და 4 დღის წინ დაკეტეს. ანუ შარშან ოქტომბრიდან ამ ოქტომბრამდე ჩვეულებრივად ეწევა საქმიანობას, რა თქმა უნდა ძირითადი კონვერტაცია ხდება რუსული რუბლების, დღემდე გრძელდება ეს რუსეთიდან ფულის შემოსვლა, ვინაიდან რუსეთში დეფიციტია უცხოური ვალუტის, ყველა ჯიხური ამას აკეთებს. მეტი თუ ნაკლები ოდენობით. შეიძლება თეორიულად თქვათ, რომ 700-ვე ჯიხური ფულს ათეთრებს, ვინაიდან რუსეთიდან შემოტანილი რუსული რუბლის წარმომავლობა არავინ იცის. ზოგს ტურისტს შემოაქვს, ზოგი იქიდან გამოქცეულ ასე ვთქვათ ადამიანებს, რომელმაც აქ 15,000 ბინა იყიდა. 15,000 ბინა იყიდეს რუსეთის მოქალაქეებმა, რომელიც დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ტოლფასია.
და სად იყო აქამდე ფინანსური მონიტორინგის სამსახური? ანუ ეს ადამიანი ჩვეულებრივად მუშაობდა. მე ამით რისი თქმა მინდა. ეს ამ კაცს ასე თქვა დააძდნენ კუდზე. ბლეფია 700 მილიონი, მაგრამ 70-იც რომ იყოს პატარაა 70 და ბუნებრივია ამას ფარველობის გარეშე ვერ მოხდებოდა. ამოიღეს ასე ვთქვათ, გაწეწეს ის აზერბაიჯანელი სწორედ დაკავებული იქნებოდა ახლა იმასაც ფული წაართვეს, მის კლიენტი რომ მოდის აუცილებელია იდენტიფიკაცია, როდესაც დიდი რაოდენობის ფული შეგაქვს, ვინაიდან ბანკებში შეგაქვს. შეუძლებელია დღეს 700 მილიონი რუსული რუბლი მიიღოს საქართველოს რომელიმე ბანკმა გარდა TBC და საქართველოს ბანკისა. უზარმაზარი ფულია. რეალურად რო ვთქვათ, მაგრამ თუ ეს 70 მილიონი ერთ 7 ბანკში შეიძლება გადაანაწილოს. იღებს რუსულ რუბლებს, მიდის საქართველოს კომერციულ ბანკში ეს ადამიანი, ანუ ვალუტის განუცვლელი პუნქტის წარმომადგენელი და გამვახ ნაღდი დოლარები. შემდეგ რას ვგებულობთ, ეს ნაღდი დოლარებიო, აქო ასე ვთქვათ, იქნა ჩადებულია. უძრავ ქონებაში და ასე შემდგომ. ანუ წარმოვიდგინოთ 700 მილიონი დოლარი, 350 მილიონი რომ გავიდეს და უშუალოდ ნაღდი ფული სადღაც აეროპორტით და სადღაც მართლაც გაატარეს. 350 მილიონი რომ ჩაიდოს, საუნდა ჩაიდოს ეს სამშენებლოებაში, ისეთ დიდ იმას ბუმს გამოიწვევდა. ჩადოს ბინები იყიდეს, სამშენებლო კომპანიებში წილები იყიდეს და ასე შემდეგ. არ არის ამის ასე ვთქვათ ეკონომიკური ასე ვთქვათ ერთი კითხვაც მაქვს ნორმალურად. თქვენ ახლა სად წავიდა ევრო და დოლარი, ამას მივსდიეთ, ხო? რუსული რუბლი სად წავიდა? ამდენი. მე გავაკეთე ანალიზი და მე დავბეჭდე BMG-ში ძალიან მარტივია და ამას თქვენ ყველანი ნახავთ, ოდესაც სასამართლო პროცესი დაიწყება. ძალიან მარტივია ამ ფულის ასე ვთქვათ მოძრაობის მიდევნება. ფული რომ თეთრდებოდა, მაგრამ ეს ფაქტია, მაგრამ ჯიღური სავალუტო პუნქტის მოვალეობა რა არის? ერთადერთი რამ უნდა გააკეთოს მან, თუ 30,000 ლარზე მეტი ფული შემოვა, ანუ დღევანდელი კურსი 11,000 დოლარი, ანუ 30,000 ლარის ეკვივალენტი ფული თუ შემოდის რუსული რუბლი, თუნდაც 10 ტონა იყოს, მან ეს ფული უნდა პიროვნება დაარეგისტრიროს, წავიდეს ბანკში და გამოიტანოს ნაღდი დოლარები, არავითარი, ასე ვთქვათ, დანაშაული არ არის, ოღონდ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა აცნობოს კონვერტაციის მოცულობა და კონვერტაციის, ასე ვთქვათ, პირის იურიდიული თუ ფიზიკური პირის პერსონალური მონაცემები. უნდა დაიდენტიფიციროს და მიეწოდოს კანონის მიხედვით მოახდოს იდენტიფიცირება. ვინ შემოვიდა ხელა ფულით, ვინ დაახურდა. იდენტიფიცირებას ახდენდა თურმე, ვინაიდან ვიცით რომ აზერბაიჯანელს შემოქონდა და ატარებდა ვიცით რომ აზერბაიჯანელი ასე ვთქვათ არ ღვევდა ვინაიდან ტრანზიტს ეწეოდა და ამას რა თქმა უნდა ფარველობდა ხელისუფლება შეუძლებელია ვინაიდან ასე სამალავებით ვერ შემოიტანდი 700 რას ნიშნავს იცით 700 მილიონი დოლარი 1 მილიონი დოლარი არის ჩანთა დიპლომატი ერთი დიპლომატი არის 10 კილო 700 მილიონი დოლარი არის 7 ტონა რუსეთის ფული ყველაზე დიდი ვალუტა არის 5000 რუსული რუბლი. 5000 რუსული რუბლი ეს არის 50 დოლარი. ანუ 700,000 დოლარის ეკვივალენტი რუსული ფული არის 14 ტონა. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ყველა ფული იქნებოდა 5000 ყველა 5000 ადიშევდა 5-იც იქნებოდა 2-იც 3-იც იქნებოდა. ანუ დაახლოებით უხეშად შეიძლება ვთქვათ რომ 20-25 ტონა მაკულატურა შემოვიდა საქართველოში. და ეხლა ვინდამისთვის შეკითხვას ადმინისტრაციას. მე საწავიდა მე 20 ტონა. ბესოდონაძე იყო რომელს დეტალურად აღწერა დროებაში და იმის მთავარი კითხვა, მათ შორის თქვენთან პირველ რიგში ბატონო რომ ეს დამაბარა რომ აი ეს გვაინტერესებს ყველას. სად უნდა წასულიყო ამდენი რუბლი? ანუ ბანკებს შევიდა, ხო? კი. სად ჯანდაბაში? მე საწავიდა, ვინ არის ამის მომხმარებელი? ყველა იშორებს ამ გესმინეთ ბესოსაც ყველაფერი სწორი თქვა, ხო ერთადერთი იყო არასწორი, რატო დაჭირდა ხელისუფლებას ამის გამჟღავნება და მისი ვერსია იყო რომ ეს საქმე უკვე სადღაც უცხოეთში ან ამერიკაში ან აზერბაიჯანში დაწყებულია და წინწრება დაიწყო, არავით არის დაწყებული არა. ის არავით არის აზერბაიჯანს სასაცილოდაც არ ყოფნის ეს ფაქტი დანარჩენი სწორად თქვა, სად წავიდა? აი ამ იმ ანალიზში მე გამოვაქვეყნე საბაჟოს მონაცემები.
წარმოუდგენელი რიცხვი არის. 2023 წელს მაშინ იყო ბუმი ამ რუსების შემოსვლით და გარდა ამისა უკვე სავალუტო შიმშილი დაიწყო, ნაღდი ფულის შეტანა აკრძალა და სანქციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ევროებისა და დოლარების შეტანის აკრძალვა და საქართველოს გახდა ფაქტობრივად ნაღდი დოლარის რუსეთში შეტანის ერთ-ერთი გზა და ამაზე BBC-ზე სიუჟეტიც კი იყო შარშან გამოძიების სახით პირდაპირ არის მითითებული რომ რომელი ქვეყნები ეხმარებიან ნაღდი ფულის ასე ვთქვათ შოუნაში რუსებს 1.8 მილიარდი დოლარი გავიდა 2023 წელს მხოლოდ თბილისის აეროპორტიდან დეკლარირებული ოფიციალურად დეკლარირებული საბაჟოს მონაცემებით შედით ახლა აგერ გავიდა სად რუსეთში თუ ზოგადად გავიდა არ ვიცით და ნახევარი წელი ამას ვამბობ სად გავიდა რომელმა ქვეყანას უნდა ქეში დოლარი დაუშვათ გავიდა და დიდი ალბათობით რუსეთში დაბრუნდა მაგრამ რუბლებისაც შეიძლება აქამდე მივა ინტრიგას ტოვებს ბატონი რომანი შესაძლებელია რაღაც ნაწილი ინკასაციის სახით დოლარები ბანკებს გაქონდეს რომელმა პირებმა თანაც ლეგალურად თორემ ჩვენთან გატანა თუ არის 30000 ლარზე ნაკლები არადეკლარირებულად შეიძლება გაიტანო მილიონი მანქანა შემოდის რუსეთიდან 300000 ტრაილერი და 700000-მდე მსუბუქი ავტომობილი და თვითონ რომ შემოიტანოს 5000 კიდე ესეც უზარმაზარი მილიარდია ოღონდ კანონიერად შემოდის და არა ასე ვთქვათ ერთბაშად დიდი რაოდენობის აი ეხლაც მივმართავ მთავრობას და ეროვნულ ბანკს რატომ დუმს ეროვნული ბანკი რატომ დუმს მთავრობა ოფიციალური საბაჟო მონაცემებით და ეს ქსეროქსი მაქვს გაკეთებული მე საბაჟოს ასე ვთქვათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არა მარტო თბილისის აეროპორტში არამედ ყაზბეგში იმაში რა ქვია სადახლოზე ასე ვთქვათ მანქანით სახმელეთო საზღვარზე ორი ინფორმაცია რა გვაქვს ქუთაისიდან რამდენი გავიდა და ბათუმიდან რამდენი გავიდა რატომ არ გპასუხობენ რატომ არ 1.8 მილიარდი 2024-ის მილიარდზე მეტი იყო ნეკითხებით ვინ არიან ესენი იურიდიული პირები თუ ფიზიკური ვინ არიან გამოვიდეს ეროვნული ბანკი და თქვას წარმოუდგენლად დიდი ოდენობის ფული გავიდა ახლა მივადექით რუბლებს რა ხდება 20 ტონა რუბლი აი რატომ ბატონო აი დავაზ ერთ რამეს დავამატებ არის გარკვეული კატეგორია საზოგადოებაში, რომელიც იძახის, რომ ნუ კი ბატონო ამ უკრაინის ომზე პარაზიტირების შედეგად, მაგრამ ნუ ქართულ ეკონომიკას მაინც მოხმარდა. ვიღაცამ ფული შევა, ის დაილექა ეკონომიკაში, მომსახურებაში, ასე შემდეგ და ქართველმა რაღაცით იხეირა. მაგრამ აი ეს არის საინტერესო, ეს ფული რომელიც გადახურდავდა, ის ფული მაინც თუნდაც ის 700 მილიონი დოლარი, ხო? ეს ფული მაინც დარჩა ქართულ ეკონომიკაში? თუ ეს ფულით საქართველოს ეკონომიკიდან ამოღებული იქნება წავიდა რუსეთში. ეს რომ გავარკვიოთ საჭიროა ორი რამის შედარება. უნდა ვიცოდეთ რა რაოდენობის რუსული ფული შემოვიდა და შემდეგ თუნდაც დაკონვერტირდა ლარებში და დარჩა აქ და ჩვენ ვიცით რომ დარჩა მართლაც ბევრი თუნდაც იგივე ოღონდ ამას ერთი ეკონომიკური ეფექტი მოაქვს ზრდის უზარმაზარი ოდენობით მუშიპოს სამშენებლო სექტორში აგრეთ 15000 ბინა იყიდა რუსებმა დაახლოებით მილიარდი ჩაიდო სამშენებლო ბიზნესში ავარდა ფასები და ქართველები ვეღარ ყიდულობდნენ რა თქმა უნდა და კვადრატული ერთი კვადრატული სხეულება გაორმაგდა და გასამაგდა და ამიტომ ეკონომიკური ზრდის შედეგს ამ შემთხვევაში ხელისუფლებასთან დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესი იღებს მეორეს ამას თავისი სოციალ-პოლიტიკური გავლენა აქვს 15000 ბინა რომ იყიდა და ორი ადამიანი რომ დასახლდა უკვე ეს არ არის ხალხი რომელსაც ბინები ნაკერავები აქვს თუმცა ვისაც ნაკერავები აქვს ის წინ ცხოვრებას აპირებს ბევრი თუ ნახავთ სოციალურ ქსელში რას წერენ და როგორ იწვევენ სიმბირიდან და იქიდან მზე ყოფილაო საქართველოსიო არ იცოდნენ მზე რომ იყო და სულნიშნავი გრუზიას რომ ეძახდნენ საქართველოს დაცინით და რაღაც ცოტა ეროვნულად ახალგაზრდაობამ არ იცის ვისაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია და გაგვირები წერს ბაღირო როგორი მზიანი ქვეყანა ყოფილა საკმარისია რუსული YouTube არხების მონიტორინგი რა ტიპის რეკლამები თავსდება და პირველ ადგილზე არის საქართველოში და განსაკუთრებით ბათუმის ანაპიროზე ბინების გაყიდვის რეკლამა. თანაც ძალიან პოზიტიური, რა კარგი ხალხი ყოფილან ქართველები და როგორი თბილები არიან, რუსებს აკარგად ეკცევიან, როგორი მზე, როგორი მთვარე და რაღაცები. ანუ ეს რეკლამა არის აქ აი ამ ბინების გაყიდვის და ასე შემდეგ. მოკლედ 15000 ბინა თუ ორი ადამიანი ოჯახის წევრი აქ დარჩება, ეს ნიშნავს რომ 30000 რუსეთის მოქალაქე საქართველოში უკვე დამკვირდა როგორც ასე ვთქვათ მუდმივი მაცხოვრებელი.
მithumetes ბინადრობის პრობლემა ელემენტარულია გადავა 2 წუთი სომხეთში ან თურქეთში და ჩვენი კანონმდებლობა ამის საშუალებას აძლევს. ახლა მივადექით მთავარს. ეს რუბლები დაუშვათ მართლაც 700 მილიონი და მე ავხსნით თუ რატომ ამოდენა აჟიოტაჟი რატომ მოყვა ამ 700 მილიონს. მართლაც შემოვიდა. მართლა უზარმაზარი ფული შემოვიდა, მაგრამ შეუძლებელი ერთმა ჯიხურმა შემოიტანოს მილიარდები. ახლა რომ მოვდიოდი თქვენთან, ზუსტად ისვენდით და იმიტომ დოლარების გატანა ხო ნახე არ დავკვირვებულა ეს სკანდალი რო არ ყოფილიყო რამდენი რუსული რუბლი გავიდა აღმოვაჩინე რომ საქართველოდან რუსეთში გავიდა იმ 2023 წელს 2023 წელს რომ არ შემეშალოს სადღაც დაახლოებით 400 მილიარდი რუსული რუბლი მხოლოდ თბილისის აეროპორტიდან. რამდენია ეს დოლარში? დოლარში რამდენია და უხეშად 100-ზე რო გავყოთ ეს არის დაახლოებით სადღაც 4 მილიარდი დოლარი. უკანი ქონდათ ეს ფული? რა თქმა უნდა, რუსული ფული ესე რუსეთში მიდის და როგორ მიდის? შემოვიდა რუსული ფული, გადახორდავდა ეს რუსული ფული ჯიხურებმა მიიტანეს კომერციულ ბანკებში. კომერციულ ბანკს შეიძლება უთხრას რომ რაში მჭირდება შენ რუსული ფული ფარატინა კარადი. ნუ რას უკაცრავად? უკვე ისე მივებით რუსეთის ეკონომიკას, ისეთი უზარმაზარი ოდენობის, ასე ვთქვათ, იმპორტი შემოდის, რომ ჩვენს იმპორტიორებს მარტო 700 მილიონი დოლარის ნავთობპროდუქტები და გაზი შემოდის, შემდეგ ხორბალი და ნებისმიერ მაღაზიაში ნახევარი პროდუქცია რუსული. ამიტომ იმპორტიორებს სჭირდებათ ეს ფული. მაგრამ კომერციულ ბანკში შევიდა ნაღდი ფული იმპორტიორს სჭირდება მაგალითად იყიდოს გაზი ან ელექტროენერგია ან ნავთობი შემოიტანოს აგერ გემზე რო იყო დასანქცირებულ გემზე ბრიტანეთის ორი ტანკერია და ტანკერები და აქ საწვავი რუსული საწვავი იყიდება მაშინ იმპორტიორი ბანკში რომ მიდის ტომრებით ხო არ წაიღებს ფულს ეთქვის რომ ეს ფული უნდა გადამირიცხო რუსეთში კომერციული ბანკი რას აკეთებს კომერციული ბანკი აი ამ მოგროვებულ დოლარებს ასე ვთქვათ, ჩააყრის თავის აი ამ სპეციალურ ტომარაში და გაიტანს თბილისის აეროპორტში, ან ბათუმის აეროპორტში გააჩნია რომელ ქალაქში მიაქვს თუ მოსკოვში მიაქვს ფრენის მიხედვით დოლარების ხვალსა. ამას ქვია ინკასაცია. აქ თუ ჩვენ ბევრ დოლარს შევიტანთ კომერციულ ბანკებში, კომერციულ ბანკს სჭირდება დოლარები ნაღდი ფულით კლიენტების დასაკმაყოფილებად, მაგრამ ზედმეტები რაც რჩება, მას უნაღდო ანგარიშვალებისთვის სჭირდება და მე აქ მე ფრანკფურტში ძირითადად და იმ ბანკებში, სადაც ჩვენს კომერციულ ბანკებს ანგარიში აქვს, ამ ნაღდ ფულს დადებს თავის ანგარიში. ამას ქვია ნაღდი ფულის ინკასაცია, ანუ ქაღალდის ფული, ქეში ასე ვთქვათ, გადაიქცევა უნაღდო ჩანაწერად რომ ანგარიშვალება გააკეთოს. ანუ 9 ტრილიონამდე რუსული ფული გაიტანა უკვე ჩვენმა კომერციულმა ბანკებმა იგივე რუსეთში რომელიც შემდეგ იმპორტიორებს სჭირდებათ გადარიცხვისათვის. რას გვაძლევს ახლა ეს სტატისტიკა? ეს სტატისტიკა გვაძლევს ერთ სურათს. შემოდის რუსული რუბლები, აქ დოლარებში ხურდავდება და გადის ეს დოლარი რა თქმა უნდა ნაწილი საქართველოს ეკონომიკაში რჩება. არა მარტო ბინები, არამედ რუსებმა უკვე დაიწყეს შესყიდვა ბიზნესების. უამრავი კომპანია იყიდეს, უამრავი შეფესები დააფუძნეს. იქმნება ეთნიკური ბიზნესი, სადაც სხვას არ გააჭაჭანებენ, მაგრამ ბათუმში თუ კაფეს გახსნი, იმ კაფეში რუსები დადიან. ან IT ასე ვთქვათ, სფეროს წარმომადგენლები 700 მილიონი დოლარია წლიური ბრუნვა. ოღონ ეს IT-შნიკებს რო ეძახე და ასეთი კომპიუტერი უდევს და ის არაფერს ბიუჯეტში არ იხდის. ბრუნვა ხდება, არ იხდის იმის გამო რომ ჩვენთან 500,000 ლარზე მეტი თუ ბრუნვა არაჩვენი არის ბეგრები 1%-ია ბრუნის და თანაძე სეგმენტი ჩვენი გადასახადი არის გათავისუფლებული 700 მილიონის ბრუნვას ლეგალურად აჩვენებს ბიუჯეტში არაფერი არ შემოვა მშპ-კი იზრდება და ხაღალდზე მე მთავრობა ტრაბახობს რომ ეკონომიკა გაიზარდაო რეალურად სადაც ეკონომიკა იზრდება ის არის ისეთი სეგმენტები რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო ასე ვთქვათ ბიზნესებთან ეს სამშენებლო სფერო იქნება თუ ისეთი სფერო სადაც ასე ვთქვათ ხელისუფლება
აწარმოებს ბიზნეს საქმიანობას და თუ დახარჯავს დასახარჯი 1 მილიონი, იქ ხარჯავს 2 მილიონს და კორუფციული არხებით მიედინება. აი საოცარი რაღაცა თქვა. ამაზე დიდი ილუსტრაცია არ არსებობს. კობახიძემ 10 დღის წინ თქვა, რომ მხოლოდ სახელმწიფო საწარმოთა ასე ვთქვათ სექტორში. ანუ სახელმწიფო საწარმო რა არის? 250-მდე სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ბიზნეს სტრუქტურა არსებობს. ეს არის ყველაზე ბობოლა არის რკინიგზა, გაზის სექტორი, თვალსადგურები და ასე შემდეგ 700 მილიონი ლარი დავზოგეთ მხოლოდ ერთ წელიწადშიო. რას ნიშნავს დავზოგეთო? თვითონ განმარტა. იქ გავყარეთ ხალხი 22 მილიონი ხელფასები, ოდნავ გაფორმებული ყოლია მკვდარი სულებით, ვიღაც ჩინოვნიკები, თანაშემწეები და რჩევლების ინსტიტუტი გავაუქმეთო და საოცრება თქვა 358 მილიონი დავზოგეთ ტენდერებში. ანუ რას ნიშნავს? თუ რკინიგზა, ან გაზის კორპორაცია, ან დაუშვათ თვალსადგურები, ან ელექტროგადაცემა და ასე შემდეგ რაღაცას აკეთებდა და დასახარჯი იყო დაუშვათ 100 მილიონი, ხარჯავდნენ 400 მილიონს და ტენდერებით ეკონომია გავაკეთეთო. ანუ აი ეს ფული, უზარმაზარი ფული მარტო ერთ სექტორში რო 700 მილიონს დავზოგეს ამბობს და თუ დაზოგე, მაშინ საჩადე 700 მილიონი ანაკლიას ააშენებს. ან რკინიგზას მოდერნიზებას გააკეთებს იმიდან ბათუმამდე. არავო, ჩავაბრუნეთ უკან. ყველა მოხსენითო, ყველა ხელმძღვანელი, ანუ დანიშნეს ახალი თავისი ასე თქვა წარმომადგენლები და იგივე ფული იქვე ჩატრიალდა და იგივე სქემა დატრიალდა, ოღონდ ერთი კლანი ჩაანაცვლა მეორე კლანმა. ანუ ბატონო რომან, ესე იგი, უცხოური ვალუტა ნაწილი დარჩა ეროვნულ ეკონომიკაში, ნაწილი გავიდა. რუსული რუბლი მთლიანად გავიდა. რუსული რუბლი ყოველთვის მთლიანად გავიდა. ანუ ამ ერთი საქმიდან ჩვენ გავიგეთ, რომ ქართულმა ეკონომიკამ საბოლოო ჯამში იზარალა თუ პირიქით. ანუ რას გვეუბნება ეს ერთი სქემა? ეს გვეუბნება, რომ ეს გამონაკლისი ვერ იქნებოდა? და ეს გვეუბნება თუ არა იმას, რომ ხშირად რომ ისმებოდა კითხვები, რომ ფურცელზე იზრდება ეს ეკონომიკა და რიცხვები, რომელიც მოწოდებულია სახელმწიფოს მიერ არასახავს რეალობას, ხსნის თუ არა ასეთი სქემების არსებობა ამას? ასეთი სქემები, რა თქმა უნდა, ეკონომიკას ზრდის. ისევ სამშენებლო სექტორზე რომ ვთქვა, ოღონდ ეკონომიკის ნაზარც ვინღებულობს, მეორე თქმის უზარმაზარ სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემას. მესამე, როდესაც ამ ეკონომიკას რუსეთთან მით ასე ვთქვათ ზრდი, ამ შემთხვევაში ხარ დამოკიდებული პოლიტიკურად და ეკონომიკურად რუსეთთან და ასევე ეს არის სისხლიანი ასე ვთქვათ ფული, როდესაც მთელი მსოფლიო სოლიდარულია უკრაინისადმი და სანქციებს უწესებენ რუსეთს, ეს სანქციები პირველ რიგში ევროპის მოქალაქეებს და ევროპულ ბიზნესს აზარალებს და დასავლური ბიზნესის 99%-მა კოკა-კოლა დაწყებული ყველა დიდმა საავტომობილო კომპანიებმა დატოვეს რუსეთი და გიგანტურ ზარალს განიცდიან, იმიტომ განიცდიან, რომ ყველამ თავისი ასე ვთქვათ წვლილი უნდა შეიტანოს აი ამ ბოროტების, აი იმპერიის და საქართველოს რუსული ფულის გარეცხვის ამ შემთხვევაში საქართველოს აღმოჩნდა ისეთ ვითარებაში, რომელიც გადამრჩენია რუსეთისათვის. ხსნის გზა არის საქართველოს. თურქეთი, საქართველოს, სომხეთი, ყირგიზეთი, აგერ სანქციონირებული მანქანები რომ შედის ყირგიზეთში 2 მილიარდი და სამდეში რუსეთში რჩება, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ქართულ შუამავლობებსაც ფულს უტოვებს. მაგრამ რუსეთის გაძლიერების და რუსეთის დამარცხების გადავადების პროცესში საქართველოც არის მონაწილე და რუსეთის ასე ვთქვათ გამარჯვება კატასტროფული იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ამიტომ მხოლოდ იმით, რომ ეს შავი ფული რომელიღაც სეგმენტს ასე ვთქვათ შემოსავალს აძლევს, დიდი თვალსაზრისით საბოლოო ჯამში პლუს და მინუს თუ ავწორეთ და ბალანს, რა თქმა უნდა, ბალანსი გაცილებით უარყოფითი იქნება, მით უმეტეს იმ საერთაშორისო იზოლაციის გამო, რომელშიაც ქვეყანა ექცევა. ვინაიდან საქართველოს ამ ხელისუფლების ასე ვთქვათ პროპაგანდით ვითომ რომ ხეირობს რუსეთისადმი მხარდაჭერით და უკრაინის წინააღმდეგ გამოსვლით, ამავე დროს საქართველოს ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში მილიარდამდე ჩვენ მარტო დავკარგეთ, უკვე იკარგება ის დახმარებები, რომლებიც უნდა შემოსულიყო მხოლოდ სახელმწიფო არხებით და დასავლეთიდან. ამას დაემატება ის, რომ ინვესტიციები მცირდება და ეს იზოლაცია და სანქციები თუ გაგზელდა, საქართველოს ისეთ კატასტროფულ ზარალს განიცდის, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად, მაშინ ეს შემოსავალი იმასთან შედარებით, რასაც კარგავთ მთლიანობაში,
მათ შორის საერთაშორისო მხარდაჭერის, ასე ვთქვათ, დაკარგვის კუთხით კოლოსალურად მეტი იქნება. კი ბატონო. პროფესორ დარგაიძე და ბოლო კითხვა მინდა და გისვა. თქვენ თქვით რომ ჩვენ დროებას უსმენდიო და იქ ბესოს გამოთქმულ ვერსიაზე იყო საუბარი, რატო გახმაურდა ეს ამბავი. თქვენ ახსენეთ რომ არა იმიტომ რომ აზერბაიჯანის მედიაში გახმაურდებოდა ან რაღაცა სხვა, რაში დაჭერდა მაშინ ამ ხელისუფლებას ამის გამოტანა სააშკარაოზე, იმიტომ რომ ეს მასშტაბულ, ასე ვთქვათ, ფულის გათეთრების ძალიან მასშტაბურ ფაქტზე მეტყველებს. მათზე კარგად არ ეს მაშინ სხვა შეკითხვა დავსვათ. რაში დაჭერდა ამ საწყალი იმის დაჭერა თავდაცვის ჯუანშერბურჯი, რომელიც კორუმპირებულთა სიაში 1000-ეულში არ შედის. 1000-ეულში. აბსოლუტურად ასეთი უსახური მე ვამბობ პოლიტიკურად უსახური ფიგურა, რომელსაც არ აქვს არათერი პოლიტიკური წარსული და ერთადერთი მისი დამსახურება ის იყო, რომ მეგობრობდა ღარიბაშვილთან, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო. 13 წლის განმავლობაში ერთი კორუფციული საქმე არ წამოუწყია ივანიშვილს მაღალ ჩინოსნებთან დაკავშირებით. მაინც და მაინც ახლა დაიწყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილით და თუმცა ministrები ასე ვთქვათ დააწინაურა და ministrs მოადგილეს იჭერს, რომელიც 1000-ში კი არა 5000 კორუმპირებულშიც ვერ შევა, თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე. ეს არის ის გზა, რასაც გადის რუსეთი. ბიზინა ივანიშვილი 2-3 წლის დაგვიანებით ნაბიჯ მისდევს რუსეთის ასე პოლიტიკას. ეს არის დამახასიათებელი ავტორიტარული რეჟიმებისათვის. მომგებიანია პოლიტიკურად და გათვლილია ანტიკორუფციული ბრძოლა. შევარდნაძემაც კი იცოდა საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც მან დაიწყო ანტიკორუფციული ბრძოლა, ეცეხავებიკებს ეძახიან, დაიჭირა და შემდეგ თვითონ გახდა ყველაზე კორუმპირებული და 800,000 ტონა ყურძენი მოიყვანა და მთელი რუსეთი აავსო შაქრიანი ღვინით და ამით მან თანამდებობა მოიპოვა და საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. ასე ერთი წლის წინ თუ 9 წლის წინ ჩინეთში წმენდა დაიწყეს და საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამერიკაში იყო, მეორე დღეში დააპატიმრეს. რუსეთმა დაიწყო პუტინმა მოადგილეების დაპატიმრება დაიწყო. მინისტრი არა, მაგრამ მოადგილეების პარტიის საგარეო ურთიერთობა. ივანიშვილი ერთი ნაბიჯით გაასწრო. როდესაც მან ტრანსპორტის მინისტრი მოხსნა სამსახურიდან, მეორე დღეს ის კაცი სახლში მივიდა და თავი მოიკლა. გახსოვთ. თუმცა იგივე არის რაც რიჟვაძემ გააკეთა. ამ ოდენობის ფულის შემოტანა გარეცხვა რა სჭირდებოდა? აი ეხლა ეგეთ ლოგიკაში მოყვებით, მეც დაახლოებით მაგრამ ეს ამხელა ფული მას უკვე იქ გარეჯი საქართველოა და რაღაცა ერთი არჩევნების წინ მე ომი და მშვიდობის თემა ეხლა ამ საარჩევნო კამპანიაში და არ არის გამორიცხული რიგ გარეშე არჩევნებს ელოდება, მას სჭირდება აპრობირებული მეთოდი ანტიკორუფციული მოძრაობისა, რომ ასეთი ლოგიკაა, რომ კი მაგრამ საკუთარ ასე ვთქვათ 50-ათოითხრიან რაში დაჭირდა გამომზეურება ხალხმა დაინახა რომ თურმე ხალხმა ისედაც ყველაფერი იცის. მოსამართლეების სახლებზე რამდენი სიუჟეტი გქონიათ თქვენ კორუმპირებულების ქონებაზე ხალხმა ყველაფერი იცის, მაგრამ ივანიშვილმა სხვანაირად შემოაბრუნა. მე არ ვიცოდი ეს ხალხი მე გავზარდე დავაპურე. ანუ თქვენ ლოგიკით ელით რომ კოტორაშვილზე არ გაჩერდება ამბავი ეს და ვიღაცა დიდის თავს რაში დაჭირდა ანტიკორუფციული ამ მოძრაობის ფონზე და ამ დაჭერების ფონზე მე არ ამგონია დაჭერები გაგრძელდება. არ ამჯერა, ვინაიდან კამპანიური ხასიათის რაღაც წამოწყება ყოველთვის სადღაც მთავრდება. შეიძლება ერთი ვიღაცა პატარა ასე ვთქვათ მოადგილის დონეზე ვინმე დაიჭერა. არც იმას ღარიბაშვილს დაიჭერენ, არც შინაგან საქმეთა არც ეხლა მოდი და გეტყვით. იმდენად არასაკმარისი იყო აი ამ კამპანიის წამოსაწევად, რომ მათ დაჭირდათ ჭყიალა სახეები. არისო და 5 წელი რომ ფალსიფიცირებულმა სასხამდა მსოფლიო ჩემპიონი კრივში დაიჭირეს. აგერ ზიადაური დეპუტატი იყო, მას იარაღის წარების უფლება ჰქონდა. და მე ვიღაცამ ჩაუშვა მეზობელმა ვიღაცამ სხვა იარაღიც აქვს რაღაცაო და იმ იარაღზე დაიჭირეს, ოდესაც სასამართლო პროცესი არც კი დაწყებულა, კაცი ყავს ავტომატით მოკლული. მივუოთ გარეთ, იმიტომაა რომ აკვეთის ღონისძიება შეუცვალეს. მას დაჭირდა აი ამ კომპანიის გასაძლიერება და აი ამ ზიადაურის დამატი დაჭერა და აი საქმე რომელშია და დაავალა მოდით რაღაცა დიდი საქმე ამიგორეთ. აი ეს 700 მილიონი გაზვიადებული საქმე, სადაც რა თქმა უნდა კორუფციულადაც ვიღაცები მონაწილეობდნენ, მაგრამ იმოდენა რეზონანსი მისცეს, რომ სასამართლო დაიწყება და აღმოჩნდებიან სასაცილო მდგომარეობაში და ეს პროცესი, და ღარიბაშვილის დაჭერა რომ უნდოდეს დაიჭერს ყოველგვარი მსგავსი ასე ვთქვათ 700 მილიარდიანი რაღაც კამპანიის წამოწყების გარეშე.